მეჩვიდე მე-19 საუკუნეში ეწამნენ ლაზები სამასი მხედარიო და მკვლევიო და საერთოდ ქართველები შეადეწებოდნენ ხისესმენისა გამოდა. რატო აწამებდნენ ქრისტიანებს, გასცხოვრდნენ ქრისტიანებს ხისესმენის უარყოფას, მაგრამ იყო ამდენხან ქრისტიანებს ეუბნებოდნენ, რომ შენ შესაძლებლობაში დარჩიო და ჩვენ კებს თაყვანი ეციო და ეს და ამაზე მაინც ქრისტიანები ეწამებოდნენ, იმიტომ რომ ქრისტესმენა რას ნიშნავს? ჩვენ ვიწერია ლოცვან ქრისტეს, მაგრამ ერი რას ნიშნავს? ახლა ფიზიკური მტერი განაცხადეთ ვინ ტერიტორიას გვარდნობს, საფიზიკური მტერია. ან თქონებას გარდნობს, ან ფიზიკურ სიცოცხლეს. სულიერი მტერი კიდე რას ქვია? სულიერი მტერი კიდე არის ათისნება რომ მოგზავნეთმა. ვინ საწინააღმდეგოს ქადაგებს თავისი შოუებით, თავისი ხელოვნებით და ახაც კიდე ისეთი რაღაცა ყოფილა, ღვთისმობა ყოფილა და თან მეუსმენთ ახლა ადამიანს შენაცხადები ვახშია და ვინც ეს დარგა და ამბობდა რომ ეს მიდიგები რო ხდებაო და ეს გაყიდეს გამომხატეო ხოდა უკმაყოფილება და რისი უკმაყოფილება ხდება ეს მათ ვახაკი ახლა 21 საუკუნეში ეკლესიისადმი ეს იყო ნოეს დროს, ნოეს დაცინოდე, ნოე ქადაგებდა 105 წელი. რა იყო მედიცინაში მართალი და ცხოვრების წესი და ნოეს დაცინოდე 105 წელი. 105 წელი ელაპარაკებოდა. რასაც ახლა ეკლესია ქადაგებს, იმას რაც ქადაგებს, შობილ პატივს შობას არ მოიგარო, არ იღაჩაო, არ იმუშო. ეს ხდება რაც ადამიანები არსებობენ ადამიანს დასების ადამიანს დასემამდე აჭირდებოდა ადამიანს ცნებები, მაგრამ ადამიანს დასების შემდეგ ყველა ადამიანს სულისკენ ანგიდრეგელი და მოთხოვნა ათი ცნება. მაგრამ რა იყო 70 წელი ისე უგუნდები ამ 70-ს საქმე კომისია საბჭოთა საქართველოს კანონით უარყოფილი იყო ღმერთი კანონით და დღეს დემოკრატიულ საქართველოში კანონით უარყოფილია ღმერთი, იმიტომ რომ დაშვებულია კანონით მასმედიაში მუსიკოლოგის სიძვა, მუშები და მამათოვლების რეკლამირება. ზოგს ახლა ეღიმება, მოწუნია და ეს ხო არისო, იმათ რა უყოთო. ვინმე გამოდის დროშით. ის მეძავლებია, ამის მუშებია, უნდა გიყვარდეთ. ვარდება ეს. აი, რა არის დემოკრატია, საერთოდ შანს კარგად საბედნეთის მაგალითია. არასწორი ქორწინება დააკანონებიეს და გუშინ შეიძლება აღშფოთება აქვს, მაგრამ გამოხატულება არ არის. აი, რა გავუკეთეთ, ჩვენც რა გავუკეთეთ, დემოკრატია. ხშირად მომყავს ზაფხულის მაგალითი. ნახო ეს შეგვიძლია ქართული მაგალითი. ასე მამაკაცის. აი, ჩასუნობას გარემო საზოგადოება ხშირად გარემოა შინაგანის გამოხატულება. შინაში ღმერთია. გამოფენაზე რა გამიტანს ხელს. ეს გარკვეთა კესოებმა ბეგაშვილის დაქადება. მე ვისინებ კესოს. მაგრამ შენ კესოს სატირაში მიხვედი, შენ რეკლამა გაუგეთე. ღმერთის წერს, ღმერთის წერს კიდე რას ქვია? ის თავისი ენი, თავისი ლაპარაკი. ქადაგებდა ლესბოსელობას. და ვინც ქადაგებს და ესე იგი ღმერთის საწინააღმდეგო სამტერი, მაგრამ მე მიყვარს და მისცემენ. ვინც არასდროს ცხოვრობდა მეძავიან რუსია, ის არის მამათოვლია და ყავს ასეთი ხალხი, ბრეული. ეკლესია არ ქადაგებს სიძვის მაჩვენებმა ესო დააწესა ეკლესია ახალ ჩვენებმა ეს დროსაზე ვისაც ილა სულიგად ქაშვილი ტარდება. პარაგრესი ოჯახის სიძვის რატო ხდება ეს? რატო დააწესა ეკლესია? იმიტომ რომ ყოველ მეორე დაშორება იმეჩი და თუმცა სტატისტიკით ყოველ მეორე კი არა 70% დაოჯახებს დაშორება ხდება. ესე იგი დაიგარგა ეს რა ქვია ეს ოჯახური ერთგულება დაიგარგა და გამგარგდა ეს შოუებმა არასდროს მაგრამ მათ საქართველოს კი არ ხდება. ხელოვნების თავარი მიზანი გახდა მოგება და ხშირად კლუბებია, აი თუმცა თურქული ფილმები არ იყო, აი ლიგვის რაყურებია თიქანა ინტრიგები, ფეხის დაბება, სიზულვილი. ამას შემიასაგე როგორ ნათქვამია რომ ბავშვების არ და ესევა გაღიმებიდან. იმიტომ ასე შედეგი სწორებულობს ვერე. და ამას საშუალება გვაქვს, ჩვენი ბავშვები გაზარდოთ, ეს გაზები იქნება და შეეძამეთ თუ თემანცაებული იქნება თუ ანდრია მოციქული იქნება.
გაიზრდებიან ჩვენი შვილები წმინდანების სიყვარულით, ღმერთის სიყვარულით, იმას ქვია საქართველოს გაწოდება. ნამდვილად მე რა მიხარია, აქ ექსკურსიები მოდიან, როცა სკოლის გაშვებაა და 10-დან 9 მასწავლებელი ამბობს, რომ აზიარებელია, 10-დან 8 მაინც. ესო ბედიერება, მიუხედავად იმისა, რომ 30 წლიანი, აი 4 მასწავლებელია, ახალი დასახელდა. ესე იგი არის ღმერთის მტერი, ბავშვების მტერი, ბავშვების მტერი კიდე რას ქვია? სადამდე მივიდა ზოგიერთი ქვეყნები, აი დასაბეთის ევროპული ქვეყნები, რომ ზოგ ქვეყანაში ორგანში შეუძლია ბავშვები იყოს კანონით, 400 ბავშვი იყოს კანონით, იმას ოჯახი ქვია, გერმანიაში იმაზე ლაპარაკი, დედა ემყვა, ხმარებინა.